ქუთაისის საკრებულო დღეს ქალაქის მერის ბესიკ ბრეგაძის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს. შესაბამის წინადადებას დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობიდან გასული საკრებულოს დეპუტატები დააყენებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით ქუთაისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე სახელდება, თუმცა თავად გიორგაძეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ქუთაისის საკრებულოს სხდომა 2 საათზე დაიწყება. 50 დღე, აიდანაირ კანონით დადგენილდა. უჩვეულოდ ცუდი მე მგონი არაფერი არ უნდა იყოს. ქუთაისის მერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატივა საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ეკუთვნის. ალიანსის წევრმა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოსო მანჯავიძემ ამის შესახებ პრაიმ ტაიმის პრესკლუბში ისაუბრა. მისი განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ნაციონალური მოძრაობის განდევნის პროცესი უკვე მთელი მერეთში მიმდინარეობს. მანჯავიძის ინფორმაციით ქუთაისის მერი 19 აპრილს დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დასასწრებად ქუთაისში 600 ადამიანის მობილიზებას და თბილისში ჩამოყვანას გეგმავდა. ეს ყველაფერი კი ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან უნდა დაფინანსებულიყო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, სწორედ ამიტომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მათ ფრაქციას იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებაში ხელს უშლიდნენ და იმასაც აცხადებდნენ, რომ მერი თანამდებობას 22 აპრილს თავისივე ინიციატივით დატოვებს. ეს არის პირველი შემთხვევა ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ასეთი რამ ხდება, ანუ ქუთაისის მერის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება. დიდი იმედი გვაქვს ჩვენ, რომ ამაში ხარს დაგვიჭერს ქართული ოცნების ფრაქცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება და ამის მეშვეობით დაიწყება ახალი ეტაპი იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენ უწოდეთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გამოგლეჯა ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის ხელიდან. ეს პროცესი არის უმნიშვნელოვანესი